გამარჯობა, ვაგზელებ საუბარს ადამიანის ემბრიონული განვითარების მეორე პერიოდზე, ჩანასახოვანზე, რომელიც როგორც ვიცით, მეორე კვირიდან იწყება და 8 კვირის განმავლობაში გრძელდება. როგორც გვახსოვს, მეორე კვირა დასრულდა პირხახის მემბრანის ჩამოყალიბებით, ამის შემდგომ იწყებს ჩამოყალიბებას კლოაკის მემბრანა, რომელიც ბუნებრივია პირხახის მემბრანიდან საპირისპირო მხარეს იქნება მოთავსებული და მათ შორის ყალიბდება ახალი სტრუქტურა, რომელსაც პირველადი ზოლი ეწოდება, იგი თავის მხრივ 3 ნაწილისაგან შედგება. ყოველივე ეს სტრუქტურები ჩვენ შემდგომში გვეხმარება კრანიო-კაუდალური ღერძის განსაზღვრაში, ანუ წინა უკანა ღერძის განსაზღვრაში და ასევე მარჯვენა და მარცხენა ნაწილის განსაზღვრაში. ამის შემდგომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ფოტოს ჩვენ ვუყურებთ ზემოდან და მარჯვენა მხრიდან. ახლა ჩვენ აქ რო გავატაროთ ფრონტალური განაკვეთი, აი მაგალითად მარცხნიდან მარჯვნივ და შემდგომ გავადიდოთ, აი ეს ფარი გამოჩნდება, ჩანასახოვანი ფარი გამოჩნდება აი ამ ფოტოზე. ეს ყოველივე გვჭირდება იმისათვის, რომ პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ამ ჩანასახოვან ფარში, დაწვრილებით განვიხილოთ. ამ პროცესს აქვე ვიტყვი, რომ გასტრულაცია ეწოდება და კონკრეტულად რა ხდება გასტრულაციის პროცესში. აი ეს ზედა ნაწილი, აი ეს ნაწილი, რომელიც წარმოდგენილი არის ეპიბლასტური უჯრედებით, პირველადი ღარის ნაწილში, აი აქ, ანუ აი აქ იწყებს უჯრედების აქტიურ გამრავლებას და ეს უჯრედები მიემართება ქვედა ნაწილისაკენ, ანუ ჰიპობლასტისაკენ, აი ჰიპობლასტის შრე ეს არის. ამ ეპიბლასტურ და ჰიპობლასტურ შრეებს ერთმანეთისაგან აცილებს და შუა ნაწილში წარმოქმნის ახალ ცარიელ სივრცეს, რომელიც კავდება ამ უჯრედებით, ამ უჯრედებს მეზობლასტები ეწოდება. ეს მეზობლასტები აყალიბებს საბოლოო ჯამში ახალ ჩანასახოვან ფურცელს, რომელსაც მეზოდერმა ეწოდება. გარდა ამისა, ჰიპობლასტის უჯრედებსაც ანაცვლებს და წარმოქმნის ასევე ახალ ჩანასახოვან ფურცელს და მას ენდოდერმა ეწოდება. ზედა ნაწილში ჩანაცვლების შედეგად კიდე ექტოდერმას წარმოქმნის. შესაბამისად, ვიღებთ ახალ ჩანასახოვან ფურცელს და თვითონ პროცესს, როგორც აღნიშნე, გასტრულაცია ეწოდება. ამ პროცესში, გასტრულაციის პროცესში ხდება ამ უჯრედების მიგრაცია, როგორც აღნიშნე, გადანაცვლება და ყველა უჯრედს თავისი სამიზნე წერტილი აქვს. შემდგომში უკვე განვიხილავთ კონკრეტულად, რა საით მიემართება, რა ყალიბდება. უბრალოდ უნდა აღნიშნოთ ის, რომ მიგრაციის პროცესი შეიძლება დაირღვეს მიგრაციის პროცესი და სამიზნე წერტილებს ვერ მიაღწიოს ამ უჯრედებმა, რის შედეგადაც განვითარდება განვითარების მანკი, ტერატომა და ხშირ შემთხვევაში ჩვენ ხვდებით ხოლმე კეთილთვისებიან ტერატომებს დაახლოებით 95%-ში. კონკრეტულად შეგვიძლია ვახსენოთ დერმოიდული ცისტა. დანარჩენ პროცესებთან დაკავშირებით ვისაუბრებ შემდეგ ლექციაზე. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.